გავაჯობათ. ხალხნუ და ჯამაათნუ. აბა ხედა. Hi guys. ჯდომა. ჩემებური. ჯერ არ შეიძლება დიდი ხანი ჯდომა და ვერ არჩდება. ხო იცით ხალხო ჩემებური. არ შეიძლება ვაიმე. თავი ბრიგო. სიარულით ნენელა დადის ხალხო. აუ თავი ვხედქე ხალხნუ. მიდის მოდის, მაგრამ დიდი ხანი ჯდომა ასე იქნები ახლა მე. ვაიმე. როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით? Hi guys. როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად? ეს იმას აქვს ჩამოვიწიო იქა. ძველებურად. როგორ ხართ? რა ხდება თქვენსკენ ახალი? ჩვენა ვიცი კარგად. კარგად ვართ? ჰოი შეიძლება თქვენ დამეწყო ღმერთის წყალობით რო კარგად ვართ? ღმერთს მადლობა. კარგად ვართ, მაგრად ვართ. კარგად უნდა იყო თქვენც და ჩვენც და ყველა. მივდევთ ამ ცხოვრებას. რას ისე მრუარი დღევანდელ ყოფას თუ ცხოვრება ქვია? იმას ვაკეთებთ? ცხოვრება დავიფაროთ მაინც. რამე არ გამოგვიჩნდეს. ჰეითერები არ შემოვა. ვიცი 1000 თვალია. 1000 უცბად შეამჩნევს. 1000 ყური. უცბად შეამჩნევს. 1000 რა ვიცი ყველაფერი. ხოცა ენი მიხრიკინებს. ახლა ზოგიერთების გულისთვის ვერ იმას ვიზავთ რა ქვია. ვერ ამოვიგუდებით და ისეთ სიცხეებია ხოლმე შეიძლება იმას ავქნათ რა ქვია. გავიხადოთ. დღეს ცოტა ნიავია. დღეს ახლა ნიავია, მაგრამ დილას ცხელოდა სამაგიეროდ. ხო. აიმე. კედელი უნდა გავანგრიო ხვალ. და დაგლიჯო. უნდა დაგლიჯო რა დაგლიჯო. მაგრამ მაინც იყო. რა ხნაო? ვიცი მე. ნო. ვინა რა ქნა. მე კედელი უნდა გავანგრიო ესეთ და ისიც. ჰა? რატო? იმიტომ რომ ამასაც თავს უტყავ და ამასაც. პირველად რო ძნელად წვებოდა, ეხლა კი რა უშავს. ღმერთის წყალობით მართლა კარგად არის და ყველაფერს მითინე. ხან რო ეხლა ისიც რა არის სხვათა შორის? დიდი ხანი ჯდომა არ შეიძლება ჩემთვის თორე ცოტა ხანი კი შემიძლია რომ დავჭდე. ხო, 5 წუთი. მაგრამ დიდი ხანი ვერ შვები ფიზიკურად. არა, დედა, ჯერ არა. ჯერ ერთი თვე სამშაბათს გადის ერთი. ოღონდ ბოლომდე კი ვერ აჯდები. თლიანად ჩოვებრევ დრო დადო. ხო. ის არ ქვია. ერთი ადგილი. ხო, არა. გვერდულად. ჯერ დრო მაინც უნდა რა. უნდა კაცო. დაჯდომით დაჯდები გიორგი, ნუ არის დაიცაბო. არ იმას ქნა. როგორ დავიცაბო? არ იმას ქნა დაძაბო რა, გიყოს. არ გინდა დაჯდომა, კაცო. დაჯდები მე, როცა კარგად გახდები. დაჯდებით კიდეც და იმას ქნა. მიშინია. ფოტოშოპში იცი რა არის, მეც როგორ იცი გაგენ. მეც დიდი ხანი ვერ ვგდებოდი მდგიოთ. და ფეხზე ვერ ვდგებოდი დიდი ხანი. მე იმიტომ ვერ აჯდები დიდი ხანი რომ ყუდუს უნდა მაქვს და ეგეც ხო ეტება რა თქმა უნდა. კი, არა. ამის თავად. ხო და ასე. ასე და ამგვარად. თორე ისე ყველაფერი კარგად არის აბსოლუტურად. ეს დაჟე ესეც დააწვა თურმე. უშტით ხო? მუშტით. თელი ძალით აბსოლუტურად. კითხინა დე. არა. მაგრამ დისკომფორტი კი მქონდა. არა, არ გიტკინა. მეთკინა ცოტა უდნა. ამ წმიდა სამით. გითხრა? იო. არ ფერფია. ეგრე უნდა შემოდგა. ალბათ ეგრე უნდა, ასე დააწვა, ასე აი.
დააწვა მთელი ძალით, რაც რამე ქონდა. მე მткиა ჩამინგრიოს ისევე ეს ისა თქვა რა ქვია. ზური. ნოოპერაციები და ახლა ძვალიც არ გატეხო შიგნით რა თქვა. და თოს ისეთ. გაჩოტილი ესეთან. ასე? იმაზე, რა ქვია, მუცელზე. რაღაცა გქონდა. არ დამტოვოს ისე. იტო ვერ მოვაცალე. ეჯაჭი გუპები. ესეთი. იტო ვერ მოვაცალე. ჯუჯგურები შენ. მე თქვი რაც მიჩნევ. ინდას ეკიბა ისე მართლა ისე ჩააწვა იმას რომ ჩემ გონებაში ვიძახე შეკაი ადამიანი ვარ ჩამიგრიო ახლა ისა გვარია ძვალიც არ გამიტეხო შიგნით რაც არ ჩათქვა კონდუსული ო ის არ ჩამიტეხო ჩათქვის რა ვიცი აქ ხო ძვალია ეხლა მე დავიხრიალე რასაკეთებ კაცო არ ჩამიგრიო და თო გაიხოდი რაკატე ხალხი ეგრე კი არ გაწევოდა. გაწევოდა მაგრა. შენ ჭრილობა არ გეგონა მეთქი გამიხსნა ჭრილობა, ხო? მეთქი ჭრილობაც გამიხსნა და ისიც, რა ქვია, ძვალიც რაც დამჭა ისიც ჩამიმტრია თქვა. ძვალი გაგჭამა ძვალიც გარეში კენ დატოვეს. რა ვიცი შეიძლება ისიც მოიიღეს. იმდენი ხანი მიმდინარეობდა და შეიძლება მოიიღეს რა გაიგე. რასაბოდა. ჰა? რასაბოდა. არ ვიცი რა მოიღეს ამნაირა. ამნაირი. არ დაგანახეს. ჰა? არ დაგანახეს რა. რატომ ანახეს კაცო? დაგდებდიმა. გადმოვიდი 100. 100 აშოტი. სულზე გადმოგაგდეს. ო, გადმომაგდეს. როგორ დავეცი ისიც ვერ გავიგე. დაბლა რომ დავცემულიყავი ვერ გავიგებდი. ოდის იყო მაგარი რა ქვია. ანესთეზიოლოგი. რომ დამამაწვენდნენ და აი გაფრთხილად დაწიკი არ გადმოვარდი. ახლა ფეხიც არ ფეხი და ხელი არ მოიტეხო, ახლა ეგ არ გაგიხდეს კიდე სამკურნალო. მე კი ვერ გავიგებდი, მაინც არ გადმოვარდე, მაგრამ დედამ ის არისო რა ქვია, არ არის. ფართო არ არისო და ფართო რა გინდა შეიძლება იმ ტუალეტი კი არა და რა ქვია მაგას საწოლიდან შეიძლება რომ ადგომა გინდოდეს მასაკრა რა ქვია. რა დგები? გადამოვარდე. არ შეიძლება რომ მოწყვეტილი ხარ და როგორ გადამოვა. არა ეგ მაგ კიტო კი არ ვიძახ მაგაზე. საწოლზე რო წევხა ჩხორი საწოლზე. ხო. იმის საწოლზე რო წევხა ადგომა რო გინდოდეს მაგალითად. გვერდზე არავინ ყავდეს. ვერ ადგები. სადა? საუთყოფოში. ხალხა საწოლებია მართლა. ვიწროებია და ვიწროები კი არა ზე კი არ ვიძახი. რომ მოძრაობს, მიდის იქით. აქეთ მხარეს ჩაკიდებ ხელს, იქით ამი თავის მხარე მიდის, თავის მხარეს ჩაკიდებ ხელს, იქით ამი ფეხების მხარე მიდის. და გორავს. უღოინდიგი. ორივე რო გასრიალდე შეიძლება დაგაყეთოს. შლიპინით. მე მოუწყვეტილი ხარ რას ადგები ხო დაეცი. ვეც დადგები ფეხზე. ვერ აკეთებ. რასა? როცა ისა გაქვს. ანესთეზია რო გაგაკეთებული. ნახევარს ხელს ვერ აკეთებ. ნახევარს კი არა, თითქმის აქამდე ამასაც მასაშვები რა ქვია. ამაშიც ბუჟილი გაქვს. ბუჟილი კი არა ბჟუილი. ბუჟილი. რა ხმა არის? ბუჟილი არა ქვია, ბჟუილი ქვია. ბუჟილია თუ ბუჟილი რა ვიცი. რაღაცა ხო არის. ხალხო ბუჟილი იცი? ახალი სიტყვა ლექსიკონში ჩაიწერეთ ხალხო. ჩაინიშნეთ. ხალხო, ჩემი სიტყვები უნდა ჩაინიშნოთ, რომ
გამოგადგებათ, მე განმარტებები მიუწერე და გამოგადგებათ. რა მიუწერო? განმარტებები. ქართულ ჩემეული ლექსიკონი. ბუჟი. ბუჟილი. ჩაიწერეთ ხალხნო სიტყვები. გამოგადგებათ. ბუჟუილი რა ბუჟილი. გაბუჟება. დაბუჟებული ხარ. ხო და ბუჟუილი ეს ისი გიბჟუის. გიბუჟდება. შენ ლექსიკონში გეშალა. და ის პირველად რა გლახა იყო? გუზერ დააწვა პირდაპირ. პირველად რო გამიკეთეს. გუზერ დააწვა და გული რო გიფრიალებს და როგორ ძალის როს ვთქა. თან გიკეთებენ. თან ოპერაციას გიკეთებენ რას იზამ. ვერაფერს ვერ იზამ. ექიმს უნდა უთხრა სხვა გზა არა გაქვს რომ ცუდა თავარო და რაღაცას გაგიკეთებს. ხო, დამამშვიდებელს. დამამშვიდებელს ხო? და გაკეთეს რამე. კი. თან ისიც აგაქვს ბოდიში ხალხო და გულის რევის შეგრძნება. ის აგაქვს კიდე, რა ქვია? დისკომფორტი. თვალის კი არ და გულის აფრიალება. პირველად რო შედის ალბათ ის აიგრე იცის. რო არ გამიკეთებია მე. და იმიტომ თან ესე გულზე რო წევხარ. იმას აშვება ხო რა ქვია? უარესი. და თუ სულ თქვა გაგიძრენ და იმას გიკეთებენ თვისზე. განაირად გვერდზე, გვერდულად იმოშვება. კი კაცო. მე მეკეთა. გვერდულად. მაგით წავდი. მე თქვი მომიხსენით აღარ მინდა გაგათავოთ. მაგრამ მე რო გამომიყვანეს იმაში, აქეთ რეანიმაციაში ცოტა ხანი. მაშინაც გამიკეთეს. ცოტა რაღაცა გული მასაკნა რო თქვა შემეკრა და იგი პრიფინდა. ხო, გული ამეფრიფინდა. რეანიმაციაში გვერდზე ბებერი კარი ყავდაო და. ჰა? ბებერი. ვინა? შენ რა თქვი? რაღაცა უხუცი ხალი იყო რა ვიცი. ტოი მასაც ის კონდა გაგეთებული. ჰა? ეს თეზი. მაშინ კი არა. ოპერაცია. მაშინ კი არა რომ შემიყვანეს. არა, მაშინ არა კაცო. აბა. პირველად რო შემიყვანა და რო გამომიწო, და გამოიცვალა უკვე კუნესოდა. ძალიან მოხუცი იყო ეთყობა რაღაცა ცუდად იყო და მეორედ რომ მას გაკეთეს რეანიმაციაში შეიყვანეს. და მოგაგრიგინეს. ცოტა ხანში შემიყვანეს იქ სადღაც, იქით სადღაც პირველი შემიყვანეს მეორე თუ წამოყვანეს. შემიყვანეს იქ საწულით. და ცოტა ხანში მოვიდნენ ერთნები და ჩამომაგრიალეს. წამში. არა. ხონდრა ცუდია იმით, რომ წევხარ და მას უყურებ და თვალები გიჭირდება რომ მოხარ. ხო, ეგრე იცის. მერე ხო ვიწრო ისინია დერეფნები, განსად შეგახეთქებენ. ლიფტში. ო იქას მიმახეთქეს იმაზე რა ქვია. კედელზე, ლიფტის კედელზე. ერთთან კი ამ დამეცა. ფეხი წამოკრა. მეორე თუ ის მაღალი იმ დღეს რო შემოვიდა, ის რას აკეთებ ქალო, არ გადამოაბრუნო ის ოპერაციებიო, არ გადმოაბრუნო არიქაო. რას აკეთებ? კარგად იარეო. კარგად იარეო. ეს კარგად გავეცინა. რას აკეთებ შენ არ წაიქცე და ისაც არ გადმოაბრუნო ოპერაციები. მომიყვანეს იმაში რა ქვია. პალატაში. მე დავხვდი. შენ იქ დამხვდი. შენ გეგონა არ იქნებოდი იქა. მე მეგონა სადმე ჩაგიყვანდნენ თქო, მაგრამ იქ იყავ. საჩამიყვანდი, საწამი. რა ვიცი მაინც ოპერაციას რომ იკეთე. რა ვიცი მაგასაც ოპერაციას ამოგერვას რა. ამოგწმინდეს დედი და. ჰა? ამოგასუფთავეს. ამოწმინდა, ამოკერვა. მიჭრა კი არაფერი გავუკეთებიეთ, მაგრამ მეორე ცოტა ქოლა ანესთეზია. ჰა? მეორე თუ ცოტა ქოლა. ანესთეზია კი მქონდაო.
შემდეგ მე ესე მეგონა კი აღარ გავუკეთებდნენ. რანაირად უნდა გაიგეთებიათ ქალ. მე რა ვიცი, მე და იმის იმეშინო და არის ხა მეთქი ცოდვა არის. რანაირად უნდა გაიგეთებიათ ისა რა ქვია ამოგერვა. მე რა ვიცი. ხო მეტკინებოდა. დამოწმენდა კიდე. ანესთეზიის შევინ გაგიგეთებ, მაგრამ ადგილობრივსაც აკეთებენ. კი, რო გააცი. რო ის ადგილი გაახუჩო. ხო, მაგრამ მაინც იგრძნობ. ის ისე არ გა. მაგრამ ხო იმან მითხრა ანესთეზიოლოგმა, შეგვიძლია რომ ადგილობრივი გაყუჩება გავიკეთო, მაგრამ ოპერაციაზეცო. მაგრამ მაინც ის აგაკ. დისკომფორტი. შეგრძნება მაინც აგაკო ცოტა. არა კაცო გაჩარდე იქ არ ვარ. ისევე ჯობია, მაგრამ უიმე დამაჟრიალა, ფუფ, დაბურძგლა, ფუ რასაც გრომა იქნება. ცოტა შეგრძნება იქნება, რომ იმას აშვებია. ვერ იგძენი ვარ. ვერ გრძნობ ვერაფერს, არა რას იგრძნობ კაცო, ვერაფერს. არც გაჭრა ვერ გაიგე. არა კაცო. ვერაფერი? ვაფშე. ესე მეგონა იცი რა, აი კი მე წოდება, მე იმაშვებოდი, მე შინობდა ყველაფერს, მაგრამ მე მეგონა ის წენქვევით რომ მოგწყვეტავენ, მე მეგონა გაიგებს მეთქი და აი მე რას? ვერაფერი ვერ გავიგე, რას გავიგებდი? ფეხები ის მქონდა რა ქვია, ნახევარი მქონდა, როგორც ისა რკინა. რკინას კიდე ხმა აქვს. ჰუფ. ამასაც ხმა კიდე. პირველად მეორედ რომ მოიყვანს, პირველად აღარ ვიცი როგორი იყო, იმიტომ რომ უკვე ნელა გამოსული იყო. შენ რომ ამოხედი უკვე ნელა გამოსული მყავდა. ხო, მე რომ ამოვედი პირველ ოპერაციაზე. ხო. მეორეს რომ მოიყვანეს, წამში გამოიყვანეს და პირდაპირ ეს ისეთი მაგარი ქონდა ესა. გრძნობ, აი, კუნძი რო დადო საწოლზე და უმოძრაოდ იყოს, აი ეგრე იყო ნახევარი. მე ხალხნო ეს რა შეიძლება იყო? ეს რა ყოფილა? არ ვიცი, არავის გამოგაცდებინოთ საერთოდ. ეს რა ყოფილა? მაგრამ იმ ტკივილს, როგორცაც რიც მე მქონდა, როგორცაც ვუძლებდი, კიდე არ ვლაპარაკობდი ხოლმე ხალხნო. იმას კი მაინც ჯობია. ხო, დედა. ახლა ის მდგომარეობა კი ჯობია იმას. აი, გიორგი აქ რო დაგაწევოდა ამაში, აღარ გახსოვს. ამებში ჩამოწვებოდა. და ვეღარ დავდიოდი. ვაიმე მაღაზიაში რომ მივდიოდი გზაში მარტო. ხო. იმიტომ გავგვიანდებოდა ხოლმე ხანდახან. ხო ხედავ. ამაში ჩამოწვებოდაო და რა საშინელება იყო. მე ამებში ჩამოწვებოდა. ამ ბოლოს უფრო გიშვებოდა. ბოლო იმაში. ბოლო ეტაპზე უკვე. აუ ეს რა იყო ხალხნო? ღმერთის წყალობით კარგად თუ არ კიდევ კარგი მალე იმას ავქერე, უფრო მალე გავიკეთე თორე. თურმე იმდენ რაღაცას იწევს ეს ისა რა ქვია. ბეწვიო თუ რაღაცა ჯანდაბათ მარო არის ჩაბრუნებული. აბიხიე. ავიცალე. არა დედა მოგიტყვი. ის არის რა ქვია. თურმე იმდენ რაღაცას იწევს, რა ვიცი. მე ამას თურმე მთელი რიგი გართულები მოყვება. თუ ძვალში თუ შევიდა. ო, აბარა. თუ ის არის რა ქვია, შეიძლება ეს ჩირკი რო არის, ძვალის დაშლაც კი გამოიწვიოს. სისხლში შეიძლება გადავიდეს. კი მართალია, ბევრი რაღაცა. არ შეიძლება არ უნდა მიიყრო ადამიანმა რაღაცა აქტივდება რა. ჯანმრთელობას რაც ეხება, ხო, შენ ჯანმრთელობას. არ უნდა მიიყრო საერთოდ რა. ხვალისთვის არასოდეს ჯანმრთელობა არ უნდა გადადო. შეიძლება ის გადადო, მაღაზიაში წასვლა გადადო ხვალისთვის, რაღაცის სახლის დალაგება, რაღაცის ისა რა ქვია. გაკეთება ხო? ხო, რაღაცის გაკეთება, მაგრამ ჯანმრთელობა ხვალისთვის არასოდეს არ უნდა გადადო ხალხო. აი რასაც მე იქ უყურე, იქ საავადმყოფოში მე ხო გავიკეთე ოპერაცია, რასაც მე იქ უყურე, ზოგს ისეთი რაღაცა ოპერაცია ქონდა გაკეთებული, რომ ღმერთმა დაიფაროს ყველა ისეთი ოპერაციებისგან. ზოგს თავი ქონდა მოხდილი, ზოგს ის ფეხი ქონდა აღარ მინდა თქვა იმაში. ზოგს კიდე რა ქონდა გაკეთებული ღმერთმა იცის.
შენმა გამომწერმაც გაიკეთა რაღაცის ოპერაცია. ოპერაცია გაიკეთა, ხო, კარგად ვარ რომ მიწერე გუში. მიწერე, ой, ღმერთს მადლობა. სახში ვარ უკვე. გაიხარე. ღმერთს მადლობა, ყველა კარგად უნდა იყოს კაცო. არავინ არ იყოს. ხერხემლის ოპერაცია გავუკეთებია. დაჟე ჩვენი მტერიც არ უნდა იყოს ცუდად. ხერხემლის ოპერაცია გავუკეთებია და ჯერ სამითო ჯდომა ის არ შეიძლება რა ქვია. დაჯდომა. ოღონდ დახმარების გარე უნდა ავდგეო. გავიარ გამოვიარო, მაგრამ დახმარების გარეშე მაინც არა. არა დედა. შეიძლება. ან კიდე თუ ადგომა დამჭირდება ეტლზე უნდა ვიყო. რო ხერხემალში ის მქონდა რა ქვია. მალთაშუ მალებში ხო არის? ხო არის. და იმ მალაში იყო ნერვი ხო გადის და იგი იყო ჩამტნეული. და ვინ გაუკეთა? და ისაო რა ქვია. ტყიო დასაშინლად. და ვინ გაუკეთა? მაგ კლინიკაში გაიკეთა? თუ მედიცინაში? ჰა? რომელ კლინიკაში არ გაიკეთა? ვიცი სადღაც მანდეთ უნდა გაიგეთებინა. მანდეთ ერთი მედიცინია და ერთი ეგ არის და კიდე თუ არის? კიდე თუ არის აღარ ვიცი. სხვათა შორის მე აი 10-დან 10 ვაძლევ მაგ კლინიკას. რა ვიცი რაღაცა ევროპული კლინიკაო იქ მივედი. 10-დან 10 ვაძლევ ნამდვილად ძალიან კარგი ყურადღება. ის არის რა ქვია. ძალიან. ახლა რეკლამაში არ ჩაგვითვალოთ. ნამდვილად რეკლამა არ არის. არა კაცო რა ის რეკლამა ხალხო. ახლა ჩვენი გამოცდილებით ნამდვილად რა. ჩემი გამოცდილებით მომსახურებაც კარგია. სისუფთავეც კარგია. სისუფთავეც არის. კი. ყვებაც არის. კი. ექიმებიც კარგი არიან. კი. ცოდნე. ექიმებიც კარგი არიან და ხო. ყველა. ღამე 3 საათზე შემოდიოდნენ ექიმები და ღამე მორიგი ექიმი ვინც იყო იმას იზავდა რა ქვია შემოვლაზე შემოვიდო და ღამე მოგვიკითხავდა როგორ ხართო? რაღაცა სასტრაფოს ხმა იყო. სადა? არა. ეხლა? ო, ხო მგონი რაღაცა. იმიდედა. გახედე აბა. დააპაუზე ცოტა ხანი. აქ თაობა. არა, ქვემოთ დააწექი. მოვიდი ხალხო. ჩართეგიო. ო. სასტრაფო იყო რა ვიცი ჩვენ იმაში. უბანში და რავი რა მოხდა ვერ გავიგე. ასეთ გადაიარო ვიღაც სასთან შეიშალა ალბათ უბანი. ღმერთო რა მაგის. ხმას რო გავიგონია მზარავს. დედა იქ საავტობუსში იყო. განათებით რო გადაიარა. ის საავტობუსში იყო ყოველ ნაბიჯი. იქ შემოდიოდა და მაგიდო. იმ დღეს დავინახე, იმ დღეს რო ვიყავ. იქ ემერჯენსი შევიდა. ალბათ შეიყვანა ვინმე. ო, ემერჯენსი. მობა ეყოლება სასტრაფოები. ეს სასტრაფოები მათ კი არა დგას. აბას 112-ს რო გამოიძახებ მერე მიდის. იმან უნდა მიგიყვანა საავტობუსში. ოდი დიდი სასტრაფოები არის. შენ ემერჯენსიდან არ შეხვედი? ოპერაციოდ ხო? ემერჯენსი ვიყავ. ემერჯენსი აკეთებენ ზოგადად ოპერაციას. აქეთ მიმღებია და. რა ვიცი მე რამდენი ხალხი მოდის მე ცუდად. თავს და ბოლოს ვიგაიგებ ხელა საავტობო. საიდან უნდა ჩახვიდე, საიდან უნდა მოხვიდე. ხო
დიდი ერთია და რამდენი ხალხია მე? ზოგს რა აქვს და ზოგს რა აქვს. ბავშვებიც კი მოყავთ. ბავშვთან განყოფილი მოცარი ეთქობა. არის ალბათ. არის ხო მგონი პირველ სართულზე იყო. მე არც არავის არ უნდა დააჭიროს რა. მაგრამ აი თავის დროზე უნდა მიხვიდე ეს გართულები და იმითი არ უნდა მიხვიდე. რა ადვილად გამოუწვრე. ზოგი რო იტყვის ხოლმე მე მემართება მაინც და მაინც მარტო. არავის არ ემართება. მარტო კი არ შენ კი არ უარესები ემართება ხალხს. კი. მართალია უარესი კი არა უარესი კი. ღმერთო არავის არ უნდა დაემართოს ნამდვილად არაფერი ღმერთის წყალობით კარგა უნდა რაც იყოს მე ადამიანი. რეანიმაციაში დავინახე მაშინ რომ შევედი რა ვიცი მე ოპერაციებს აკეთებდი? ოპერაციები ნაოპერაციებლები ცუდად ისეთი ცუდად იყვნენ ხალხი რომ ზოგი გათშული კომაში იყო იქა რეანიმაციაში ხო ზოგს ოპერაცია ქონდა გაკეთებული ერთი ხამი გამოჩერეს რეანიმაციაში. ჰა? ერთი ხამი. სხვა ოპერაცია მქონდა. მე რამდენიმე ცოტა ხანი ვამაჩვენე. შინა მოგაგრიგინეს. მე მეგონა დატოვებდნენ გამეთ ხომ არ დატოვეს. არა. იმან კი მითხრა იმ ანესთეზიოლოგი მიჭო ექიმი. იმან კი მითხრა რა გინდა მთელი დღე სულ ყველამდე აქო ის არის აქო ისეთი ოპერაცია არა გაკეთებული. მე გამომიყვანეს და კიდე ვიღაც შეიყვანეს კომაში. ის არის მე ერთი რამე გამოჩერები. რომ მე სატურაცია მქონდა და დელი რამე მქონდა. სატურაცია კი მეც მქონდა გაკეთებული. შეუშლო ხამა აქ. წუ თავში გას და აქ. შენ თავში და მე გვერდზე. აქ მეკეთა. სუქს გვერდზე ხო. აქ მეკეთა მე თავზე. აი აქ მქონდა თიცე გაკეთებული ის რაღაც. თიცე მქონდა გაკეთებული? აქაც მქონდა გაკეთებული. ეს იმიტომ მე მქონდა დაჭიმული, იმიტომ მტკიოდა. ხო, მან თოც მქონდა, ხო, მეც. ხო ეს წნევას ზომავს. გულის ეს ზომავს გულის იმას. სიცხეს იზომება მაგით. სიცხე, გული, წნევა იზომება, სუნთქვის იზომება რა ქვია. და ის არის. მე მთელი ღამე მქონდა ჩართული. მთელი ღამე თითზე მქონდა. მე იგი განაშენსავით ჩაულებრივი ესელი საფარი ბილიკერა მქონდა. ჰა? გაკეთებული. ტრობა მქონდა გაჩქარა. კამაში. კამაში. ეგრე უკეთებს მე ეგრე მიგავი. ეგრე ის. ორა ზოგს ისე ეგეთა ხოლმე ოპერაცია. ძიმე ოპერაციაც რო ქონდა გაკეთებული ისე ეგეთა. მე ამაში ტრობა. მე ეგეც სასუნთქია. ხო. სხვიზეც ამაში უკეთებენ ზოგს. სხვიში. მე მომხსნეს. მოხსნეს? უკვე რომ მიდან გამოვედი რა ქვია. ხონდ თურმე დაძინება არ შეიძლება ის ანესთეზია რო გაკეთებული. არა. მთლიანი ანესთეზია. ხო, არა, შეიძლება. არა, ცოტა შეიძლება წაკულთო, მაგრამ რა დამაძინებ და ვერ დავიძინე მე იქ. დაჟე საუნდში წესი ერთი ვერ ვიძინე. ვერ დავიძინე. ხო ანესთეზია მქონდა გაკეთებული, მაგრამ ვერ ვიძინე. ჰა? ვერ ვიძინე. მე ხომ ეძინა ახლა. ისე ალბათ მაგ ხმაურმაც მიჩვევა იცის, ქალაქის ხმა. ყველაფერი მიჩვევა იცის რა არის. მთელი ღამე ეგრე დადიან მან თუ რა უბედურება არის. კრიკი. ის შევწოკატლეტები. ო, რა ვიცი. შევწოთვა. ერთი წელი შეძვი როგორ ცოტა ჭამ. თუ აბას დრიგეჟი თუ. ჰა? ამ თლიანს კი არა თუ. ხო და ეგრეა ჩემო ძვირფასი რა ვიცი.
რა ვიცი ხალხო რა. ყველა კარგად უნდა იყოს, ყველა მაგრად უნდა იყოს. რო გავიძახოდი ექიმერაზე უნდა მივიდე ექიმთან. ხო, თურმე საჭირო ყოფილა. აბა, საჭირო. ის ხო მაინც ჯობია ექიმთან მიხვიდე, რა ქვია. ტკივილს და ცუდად ხოვთანას. ხო, იმ გლახა გართულებას. გართულებას. ახლა გართულება რო გართულებული ეს მე ხო მაინც უცულა გიწევს და მე გვიანია. ხო. კი, მართალია. რო ყურე მხოლოდ რაღაცა მომაგლიჩის მიცლიდან მე. რა იყო თურმე ბურჯღალიბი. ამ ხელე რაღაცა იყო ნინომდა განახა ხო? ო იცი აცი. ქვასავით. ლოდი. მე რასაშია. მე 1 2 3 და ეგეცია. მივიცი შემესამეც ვერ დავამთავრე თუ დაითვალებო სამჯილო და სამამდე დაითვალეო. ხო და 1 რა ის სამი ის არა ქვია. და ამოუშვხნი. გავიჩი. მაშინ ის რო გამიკეთეს მე რა ქვია. ეს სპინალური ანესთეზია მე მგონა დავრჩები დამჯდარი თქვა. არ დავწევი თქო. მე მგონა დარჩები ამ დამჯდარ მდგომარეობაში თქო. და ექიმს ისე მოუწეს ოპერაციის გაგედება თქო. ისინი კი გავაცინე ექი ისა რა ქვია. ექიმი და ექთანი. შეუძლია. ახლა რომ დარჩე ესე და ექიმს ესე მოუწიოს ოპერაციის გაკეთება თქვა. თავდაყირა. ამდენ ხილებს იბანენი ხეხავენი 905 ჯერ. ჯერ ხო დაიბანიან ხელს. გაიწმენდავენ. მე ერთი ხელთათმანი უნდა ჩაიძვან აქამდე. იმას აქნა რა ქვია. დაიმუშაო მე ხელები სანიტაიზერით. მე კიდე ხელთათმანები უნდა ჩაიძვო. ოღონდ ხელთათმანს თვითონ არ აიღებს. ეგთანმა უნდა ჩააყუფინოს ხელი, გაუშალოს, გაშლილი დაახვედროს, ჩააყუფინოს ხელები, ასე. აქამდე ხელთათმანები. მე იმას აქნა რა ქვია. კიდე ის სანიტაიზერი გადაისვას. სანიტაიზერს ქართულად რა ქვია დავიწერეთ. სადეზინფექციო. გადაისვას ისიც. მე იმას რა ქვია ლანცეტი, პინცეტი და რაღაცეები უნდა გამოიღონ. რო ეტყვის ექთანს, აბა მიდი ლანცეტი მომიტანე, აბა პინცეტი მომიტანე. ან საერთოდ ლანცეტი რა ოხრობა არის? იქვე დგას დედა, კი არ უნდა დადიან, პირდაპირ ისაა. იქ აქვს ვიცი. ხო, გვერდზე აქვს პირდაპირ. ლანცეტი მომაწოდე, პინცეტი მომაწოდე, იგი გეუნები. ის მომაწოდე, ის მომაწოდე. ეუნებოდნენ? ან საერთოდ ეს ლანცეტი რა არის? მე ხო სტუდენტები დამესწრენ კიდე. ლანცეტი, პინცეტი. სტუდენტები დამესწრენ ხალხო ოპერაციაზე. რა ვიცი მე გავიგე სტუდენტები იყვნენ თუ ვინ იყვნენ რა ვიცი. სტუდენტები იყვნენ ხო? მე შენ ვერ გაიგე, მაგრამ მე სტუდენტები დამესწრენ. მე დავინახე რომ შემოზრიალდნენ ხალხი. იქაც შეხავში მოვიდნენ, პალატაში რა. მაშინ ვიცი. რამდენჯერ? ინდოელი სტუდენტები მგონი ხო? ინდოელები მყავდა მეც. შენთან. ჰა? შენთან ვიძახოთ, ჩემთან არ ამ შემოსულა. მე იმაზე, იქ ხო პალატაში ვიცი, მაგრამ იმაზე. ანესთეზია, აი ოპერაციაზე ხო? ხო. სტუდენტები. მაინში გავიკეთე. ოპერაცია და გიორგი მას. ალბათ ქირურგები უნდა იყვნენ ეგენი და იმიტომ შემოვიდნენ. ხო. საერთოდ იქ ძვირია ინდოეთში. ეგ ის არა ქვია. სამედიცინო ძვირია. სწავლა? ხო. მაღალი დონის ის კი არის. რა ქვია, განათლება. არა ძვირი. და მაგიტომ ჩამოდიან აქ. თან ეგენი ხო ისეთები ჩამოდიან, რომ ისაც უჭირს და ის არის, აი მაგალითად ჩვენი ისინი, ხო საზოგადოებრივ რომ მიდიან ხოლმე ხალხი სამუშაოდ. ხო უჭირთ და იმიტომ მიდიან. არა, აბარა. რო უჭირთ, იმიტომ ჩამოდიან აქ თორე.
აჰა, ჩამოსულიყო იბიჭი და მოკლეს. ის უბედური ისა. არ ვიცი, აქ ის იქამდე რომ შვილს გაუშვებ და ყველა ღმერთმა დაიფაროს და მკვდარი რო ჩამოგივა. რა ჭკუაზე უნდა დარჩე? ტირილით გავსკტი იმის მშობლების ისმას რო უყურე რა ქვილაპარაკს. დღესაც დაუმუშავებ. დღეს? ხო. დღეს არ მიწევს. გუშინ არ ჩამოვიბანე? არა, ჩამოვანაკია. ისე დიდი გადაგიგრილებ რა იმას. ხო, ეგ ხო. ხო, უბრალოდ არ შეიძლება. ეგ ხო. რო არ ჩახურდეს. ხო. გაგრილებაც უნდა იმას რა ქვია. ექიმა ის რა ქვია. მე სხვათა შორის რომ მიდიანო სახლშიო. ჩემი იმას რეკომენდაციას არ იმას აშვებიან რომ ამ ოპერაციას რო უბედო. და იხსნება თუ. მე შენ კარგად. მე ხელმეორედ კიდე სჭირდება თუ იმის დადება. ნაკერის და ნაკერის. შენ რა გითხრა? ჩემი კარგათა. შენ რა გითხრა შენ კარგად შეესრულეო? ო, კარგად გაგიკეთებიო. მალადეცო? აბა უკუღმა დგები ვერ დგები წესიერად და. დგებოდი კი არა, ეხლაც ვერ დგები ჩაულებრივად. არა, დედა, ჯერ არა რა. გეხოწები. ადგომით კი ავდგები, მაგრამ არ მინდა რომ დავაძალო. არა, დედა, არა. არ მინდა რომ დავაძალო და მეტკინოს ისევე. რატო? ცოტა აღარ მткиვა. არა, დედა, ღმერთთან ჯორი დაგწეროს. რატო გავიდეს დრო, კაცო? 2 თვე, 3 თვე გავიდეს რა. რას კიშრის ახლა უკომა ადექი, რაც იქნება იქნება. ახლა მაგარზე არ წევ ხარ რაღაცა გვერდებიან რაღაცა გეთქინა. მე ზურგზეც გადაწვევი მივიდეთ შეგიძლია. დრო რო გავა. მაგრამ გიორგი მე იცი რა არის. უცელზე წოლა ხომ მიყვარდა ადრე. რაც ოპერაცია გავიკეთე, ხო ვეღარ წვევი მე უცელზე. უცელზე რატო? ეთქო გადავეჩვიე თუ რა გადავიცი. ოპერაცია რო გაკეთებული მქონდა აქ იყავი და უცელზე რანაირად დაწვებოდი. არა, ვერა, ხო, მაგრამ ის არის. შენი მეებით იყავით არა? სკრეპებით. ნამშულობა მაინც ის არის რა ქვია. ნახე ჩემი ოპერაციები. ჰა? დანახული გაქვს. ოპერაციები. ხო, მე. შენი ოპერაციები? კი, კაცო. მე ჩემი გადაგახებინე იმ დღეს და. გადავაღებინე ხალხო იმ დღეს. სურათი და ჩემი კარგად ხო რო გადაგიღე მეორედ. ჰა? ეხლა რო გადაგიღე უფრო კარგად აგა. ეხლა უფრო კარგად იყო. გადავაღებინე და ისა ნახე რა ქვია. ოპერაციები. ესე რა თუნდაც შევხედო და ხალხო მითხრეს რომ ისა რომ ვიდეო გადაიღე და გვაჩვენეონ როგორ აგ ჭრილობა, მაგრამ ვერ დავდებ. ხალხო ფიზიკურად ვერ დავდებ. შეიძლება არა. YouTube-ზე ვერ დავდებ, იმიტომ რომ YouTube-ი დაბლოკავს. ვერ დაგვიბლოკავს და გვაქრობს ტერიტორიიდან. მარტო ვიდეოს კი არ დაბლოკავს, მარტო არხს გააქრობს. შეიძლება. იმიტომ რომ იმას არ ღვევ, რა ქვია, YouTube-ის წესებს და. არა, ნამდვილად. ყოველ იმაზე, ყოველ თვიურად იმ ხელა წესები მომდის YouTube-ის რომ რაღა პოემა და რაღა იქ. კითხულობ. სამტომეულად და უწყომეულად გამოვიდო და კითხულობ, მაგრამ შვი. რა აქცია. წესები ის არის რა ქვია. არ უნდა დადო ისა ვულგარული რაღაცები. არ უნდა დადო ისინი აი ჭრილობა თუ გაქვს რაღაცა. არ უნდა დაარღვიო ცენზურა. არ უნდა იმას აქნა. შიშველი არ უნდა გამოხვიდე. ვულგარულია ეგ უკვე. მუსიკა. ხო. მუსიკა არ უნდა იმას აქნა. ზედმეტი შორტი მოკლე არ უნდა გეცვას. დაადო. ბანს გადევს. შორტიზე აღარ არის არ უნდა გიჩანდეს ისეთი რაღაცა, რომ ინტიმურად ჩათვალოს YouTube-მა. შორტი კი ჩაიცვი, შეგიძლია ჩაიცვა ნორმალური, მაგრამ ეხლა იმ ვერავინ ვერ ამოიხუთება იმის გულისთვის, ვიდეოს გულისთვის, მაგრამ არ უნდა გიჩანდეს უბრალოდ. ინტიმური რაღაცები არ უნდა ჩანდეს. ოჰ, ასე რო აცვიათ, აი ასე. ასე რო არის მოჭრილი. ასე რო არის მოჭრილი შორტი. ეს ხო კიდე ნორმალურია. ასე რო არის შორტი მოჭრილი და ერთი ადგილები უჩანთ. მაგას უკვე შორტი აღარ აქვს. არა, საერთოდ არ შეიძლება რა. მართ რა გიორგის სიტუაცია ვიყოთ. კი, შენი უფლებებია გიორგი ყველანაირად შეგიძლია გადაიღო რაც გინდა.
შენი უფლება. ვერა მოიხდები, მაგრამ იცი რა არის? ხო. რაღაცაზე რომ დაჭდები, ხო? კანი ხო ედება იმას. და ბაქტერია ხო გადადის კანზე. ხო. და აი არ შეიძლება რა. ესე ნამიტ თან ეხლა მით უმეტეს ისეთი ვირუსები და რაღაცეებია. ხო რა, ყველაფერი დაავადებულია მართლა. ისევ სიცხე გირჩევნია იმ დაავადებას რა. უცბად შეიძლება რაღაცა დაგემართო. აიკიდო, ხო, რას გაიგებ რა. ღმერთმა ყველას ისა იყიდო რა ქვია. ტუბერკულოზი არ რაღაცა კიდე. შიციც შეიძლება აიკიდო ეგრე. რაც გაიგებ. ხო და არა, უნდა იყო წესიერად და ნორმალურად. მე ხილთათმანებს ჩავიცმევ ასე ხალხნო. ხო გავიგეთ ვერა მოვიხუტებით. ჭრილობასო დავამუშავებ ასე, გავუკეთებ ბეტადინით რამე თუმე. ოღონ ჭრილობის როგორ უნდა დავამუშავო? ჭრილობის გარეთ არ უნდა გადახვიდე ჯერ. ჯერ ჭრილობა უნდა იმასაკნა. ჭრილობა უნდა დაასუფთავო, გაასუფთავო, ჩამოუსვა იმას. ხო, ჭრილობა. ჩამოუსვა ახლა ისე არ უნდა ჩამოუსვა, რომ ხრიგინო მთელი ისა ჭრილობა. ხო. ასე გაასუფთავო და მე შეგიძლია ის ბეტადინიანი ისა ირგვლივ მოუსვა. ირგვლივ მოუსვა. დადო ნაგავში ჩააგდო. მე გახსნა იმას მოვიხსნი მე იმ ხელთათმანებს იმ ნაჭრილობელნიას მე სხვას ვიკეთებ. მე სხვას ვიკეთებ მეორეს. გახსნი იმას რა ქვია? ლეიკოს ეს გძელებია. ხო. მას გახსნი ბინტი ოღონ როგორი მისი რა ქვია? ბინტი არ შეიძლება. თვითონ ბინტი აი დახოვლი რო არის ის არ შეიძლება. სპეციალური სტერილური ბინტები. ბინტები და იმითი მასე დავასხამ კი კაცო პარკში მაგილი არის. პარკ ასე დავასხამ იმას რა ქვია? რა ქვია? ბეტადინზე დავასხამ და მე ცელოფანს იმას გადავაკრავ რა ქვია? ცელოფანიან ლეიკოს კი არა და. რა ქვია? სპეციალური ის რო არის ხო? ლეიკო არ არის, მაგრამ არის, ლეიკო არ ქვია. ლეიკოპლასტი ხო? ო პლასტირი იმისი. ხო, აი ეს რა მაქვს, ხო. ყოველ მეორე დღეს აყვიდულობ ხალხო. მე იცი რანაირებია, წებოები კი არა აქვს. უცბად. ეს თუ არ შევიცვალე ახლა. ძრუფ, ამოგდო. თუ არ შევიცვალე ისა, ხო, ამაში აი ამ ადგილას. ასე არის გავაბერილი გეგონება ისა რაღაცა კუზი. ხო. კუზივით აქვს. კი არის მასაშვება ხალხო. არ ეკრობა. ეკრობა. ახლა ზემოთ უკვე მოშებული გიორგი კარგად, აი სადაც აი აქამ ეს ჭრილობა ხო არის? აი აქედან ხო აქამდე. აი აქედან აქამდე დაახლოებით ამ ხელა, აი. არა, უფრო დიდია დე. ამ ხელა? ხო. აი დაახლოებით ამ ხელაა ჭრილობა, ხალხო თუ ხედავთ. უფრო დიდი, ამაზე უდნავ დიდია. ამაზე კიდე უდნავ დიდი. ხო, უდნავ. ოკეი. მეთქი რა. გაგიტკაცუნდა. გამიშეშდა ეს თითიას. ესე დარჩა ხალხო. მაგრა გაჭიმა. და ეს ორი თითი ვღარ მოკეცე განინასკვასავით. ვაიმე. всё, აღარა მაქვს ახლა გამეხსნა. გაინასკვა, მაგრა გავჭიმე და გაინასკვა ეს ადგილი. ხო და ის არის რა ქვია. დარჩა კიდევ ასე. ის ზემოთ ადგილი უკვე აი მართლა ის არის რა ქვია. მაგრამ შრამი დარჩება. დარჩა შრამი დიდი ამბავი ახლა. შრამიანი დიდი ამბავი ახლა. შრამიანი ნანუ. დიდი ამბავი ახლა შარამი. შრამიანი გიორგა. დარჩა ახლა შრამი რა გავაკეთო. გოხტად ლამაზათაი შრამია გერაცა ძარბზე. არ გეტყობა ძარბზე. არ გეტყობა ძარბზე. არ მეტყობა? ხა დროთ არ გავა. აქ ის რო გავიტეხე შრამი ამხენა მქონდა და ნინილა გადის. ხანდახან ის სიმწარით მეკავება ეს ადგილი. შრამი სამაგიეროდ გავა, მაგრამ აგერა მაქვს. აგერა მაქვს და აგერაც მქონდა სადღაც. აქ რატომ მაქვს ხალხო თუ იცით? შრამი. ძაღლმა არ მიგმინა აქ. აა. აქ კატამ. ძაღლმაც
კი ამაზე აქ ხო კატა მიგმინა. აქ ხო კატა მიგმინა. იმ დღეს ზუსტად წინა დღეს სტუმრად ვიყავით ახლობელთან იქ მიგმინა ძაღლმა. წინა დღეს მიგმინა იქ. მიგმინა ძაღლმა ფეხზე. მეორე დღეს ახლა იმ დღესვე ხო წავედი რა თქმა უნდა აცრაზე. მეორე დღესაც იმას აქვენი წავედი მოვიარე აცრა. მოვედი სახლში. რა მინდოდა იმ კატასთან არ ვიცი. არა, იმ დღესავე დედა. იმ დღესავე გიკბინა. ხო, იმ დღეს ხალხო, აცრაზე ხო წავედი, რომ მოვედია სახლში. იმ დღეს. რა მინდოდა იმ კატასთან არ ვიცი. მეთქი მოვეფერები ამ კატას თქო და რას მოვეფერები ხალხო. დავიჭირე ეს კატა, დაბახტა. მერე ეს კატა ხო, გარაფერი სისხლივე წამოვიდა, მოვიფანე. მერე აქ ეზოში იყო ძაღლი. შავი ძაღლი, ისა ცუდა იყო. იცი რა კაი ძაღლი იყო ხალხო. არავის არ დაყიფავდა იმათ რა ქვია. უმიზეზოდ არ დაყიფავდა არასოდეს. კაი ძაღლი უმართლა. ზოგ ძაღლს რო ვავავა გავუდის. ხო, იმ ძაღლმა მიგმინა. მიგმინა ჩემი ბრალი იყო ხოდ. ის არის აქ კუძე წავავლე ხელი და კუძე რო წავავლე ხელი, მაგრამ ის მისავდა ხალხო. მომავალმიფრუნდა დამახტა კარგად ამ ადგილას ისე. იგივე ნაკმენ ადგილას იმანაც მიკმინა. ნაკმენ ადგილას. კატამაც მიკმინა, ძაღლმა ორჯერ მიკმინა. კატამ დამკაწრა კიდეც. ერთი მგელს არ უკმენია, თორე ყველაფერმა მიკმინა ხალხო, ყველაფერი გამოცდილი მაქვს. 46-ე ვარ კიდე. არ წავიდეთ დიდი. ერთი კიდე არ მოგიყევი შენა სკოლაშიც. ერთხელ ხალხო სკოლაში ეს არის აქვე მოვდივართ და მასწავლებელიც იქვე არის. ეს მე და მასწავლებლები ვიღაცა პატარა ბავშვები ჩხუბობდნენ. ვაშველებთ ამბავ იმებს რა ქვია, გოგოები ჩხუბობდნენ, პატარა გოგოები. პირველ კლასელები იქნებოდნენ რა. ვაშველებთ, არ დამახტა ხალხო ხელზე ითი გოგო, დამახტა. ამაში აი ამ ადგილას. დამახტა აიმე. ისე მიკმინა ხალხო, ისე მიკმინა ახლა მეთქი მოიქნიე ეს ბავშვი და გადააგდე. ისე გამწარდი ხალხო რა. ისინი მქონდა კბილები ჩასობილი ხალხო. რა არის შვილო ძაღლი ხარ თუ ნადიანი თქვა. მე რა ვთქვა? ჰა? რა ვქენი წამოვიყვანა მასწავლებელმა მომაბანინა ხელი. რა არის ამი გადაშენება მიკმინა რა ძაღლია თუ ადამიანი. დამახტა ხალხო ეს ბავშვი და არ მიკმინა. შენ როგორ დამიჭირეო, როგორ დამიჭირეო ის გამიტეხავ რა ქვია. ფანქარი გამიტეხავ, ფანქარი გაკითხა შვილო მე. ის ხო არა რა ქვია. დამახტა და მიკმინა. ხალხო, კბილები მეტყობოდა ასეა. რა კბილები ქონდა? აღარ მახსოვს, მაგრამ მე მგონი მოყოლილი გახლა გამიერვა თავში. მე მეცინებოდა რომ დავინახავდი იმ ბავშვს. ისე მე მეორე დღეს უთხრა. შვილო, რომ მიკმინე ამ ხელზე, რომ დამახტი და მიკმინე, გაშველებდი თქვა, არის მასე ცემდი თქვა. აი შენი ნახე. ბოდიშიო. რა ის ბოდიში მიკმინე და ხმა, მიხდი ბოდიშსა თქო. ძაღლივი დამახტა და მიკმინა. ვიგაცა. რო ჩეთ წავიდეთ მაგრამ. ჰა, მორჩეთ. აბა ჰედა წადი თუ მიდიხარ. წადი. სამიდიო ვიგაცა. ჰა? ვიგაცა მომწერა. რა გინდა? ვიღაცა მომწერა. და გემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე ახლა. აბა ჰედა აბაჰო. კარგად იყავით, მარგარად იყავით, კარგი საღამო. ჩვენ კარგად ვართ ხალხო. კითხულობთ ხოლმე როგორ ხართო? კარგად ვართ. თქვენ როგორ ხართ? დაწერეთ კომენტარებში. ხო და ასე. კი ვიკარგები ხოლმე ხალხო. მაგრამ რა ვქნით. აბა ჰე. ბაი. ევასაკენი გამორთე რა. ან დაადგები გარეთ უნდა გავიდე. გავიარო. ნელა თხილა.
არა დანოკაუტებული ბაქტერიები ვარ მეტი და ნოკაუტში ვარდები. რაკი გიგიტკაც უნდა? არა ის მივარტყი მუხლი იმას ნელა აი 50-ზე ავსულ ვართ თმები რას მიგავს არ შეიჩინოთ ხალხო